ლიკა ყაზბეგი. მოდელები ყავს, რაღაცებს აკეთებ, ფეშენებს აკეთებ და კიდე წელავ ხარ? კიდევ წელავ, ოღონდ ჩემი თავი ვერ გავწელე, იმიტომ რომ ელემენტარული მიზეზის გამო არ მქონდა ადრე სიამოვნება. მოდი დავიწყებ იქიდან, რატომ მომივიდა აზრად ეს ყველაფერი. ეს რამდენი ხანია ხა მე ვთქვი რომ როდის არანაირად 7 წელია. აი 7 წელია და სააგენტო მაქვს, აი უკვე 17 წელია. აქედან 10 წლის განმავლობაში აი ბავშვმა შემჭამა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სად კარიერას ძალიან რთულია რომ გაიკეთოს. ცნობილი ფაქტია რომ ფოტომოდელს არ ჭირდება, იმიტომ რომ საჭირო ფოტოგენურობა და პროპორციები, მეტი არაფერი. მაგრამ კითხვა სად გავიზარდო არიციან რომ ბუნებამ რაც მოგცა იმის იქით არ შეიძლება რომ გაიზარდო მოდელი ხარ გაწუხებ ძალიან იმიტომ სხვები შენს გვერდზე კარიერას იკეთებენ შენ ვერაფერს ვერ აკეთებ მე ხელს უწყობდი მაგრამ ბევრი რამე არაა ხო დამოკიდებული ჩემზე მოდის დიზაინერი ვატარებთ კასტინგზე ირჩევს ყოველთვის ამ მაღალ გოგოს და ამის გამო იჩაგრებიან დაბლები ნუ იჩაგრებიან და შენ ამას წელავ რომ არ დაიჩაგრო ხო მე არ წელავ რა მეთოდი წელავს ვინ წელავს მე გავიცანი მარგარიტა ხვადაგიანი ქალბატონი რომელიც არის სიჯანსახის სკოლის დამფუძნებელი მე ვიცოდი ანატოლი პალკოს სისტემის შესახებ ვინ არის ანატოლი პალკო არის აკადემიკოსი რომელმაც ეს არის ანატოლი პალკო ეს არის ჩემ დროს არ იყო ეგაგას როგორ არის რამდენი წელი ეს დიდი ხანია 30 აპრობირებული მეთოდია და 30 წელია რაც არსებობს სალიფექს აბარეშტო რატო არაზოს არ არის ჩემო ხუჩა სხვადასხვა 30 წელს ზემოთ ხალხს წევს თვითონ ანატოლი პალკო ჩვენ ვერ ვისკავთ უბრალოდ იმიტომ რომ მისი გამოგონება ეს და მას შეუძლია და ნაგვარია ანატოლი პალკო შეგიძლია ჩააკითხო პალკა სხვადასხვა ფილიალები აქვს ძალიან ბევრი მოსკოვი უფრო ახლოს არის აქვს ისრაელში არგენტინაში ესპანეთშიც არის მისი არა ანუ აი რას ყვებოდი ანატოლი პალკოს შესახებ ვიცოდი ჩემი და ცხოვრობდა რუსეთში და მეუბნებოდა რომ აი ბუმია ამ კაცზე ყოველ დღე ეთერში არის აი ამ კაცის აი ეს სიტუაციას მოუთხოვდა და გავიცანი შემთხვევით ქალბატონი რომელმაც თქვა რომ არის ბიძა ჩემი ანატოლი პალკო და იმის მერე ხელი არ გამიშვია ამ ადამიანისთვის რა თქმა უნდა მე ჩემ ბავშვებს ვერ ვურჩევდი ვერაფრით აი ამ ტაბლეტების მიღებას რომელიც არის კაცმა არ იცის რა წარმომავლობის ქიმიური ტაბლეტები და სხვა აი ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე გადაიყიდა $700 რა არ ვიცი რა ქვია რა სახელწოდებისა აი მილიმეტრი არ მოუმატებია იმის მერე $700 წამალდალია $700 წამალდალია დალეული როგორც ამბობენ არის სისტემა დალეული გატარებულია ჩემს მოწეს სტაფილო ჭარხალი ზეთნარელი კვერცხისცილა დაფშხნილი ეს ცნობილი მეთოდია მაგრამ კომპლექსურად თუ არ გააკეთე ია მართალი ხარ კვებაც ძალიან მნიშვნელოვანია ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა უკვე ძალიან ბევრი რამე ვიცი ადრე მომწონდა უკეთესი იქნებოდა რაღაცას ჩემ თავსაც უშველედი თუმცა მე თვითონ გამომიყენებია ეს პალკოს სისტემა ერთი კურსი გავია ვიზარმაცე წესით პროდუქტი და მომატების მიზნით არა აი ნაშრომი რო წაიკითხოთ ახლა აქ რო წამომიღო აზრი არ ქონდა ძალიან ბევრი ჩვენება აქვს სამედიცინო სასარგებლო აღარ ჩვენ ახლა აწი უკვე პედაპატარავებისკენ მივდივართ ორი აი ზუსტად ადამიანი აღარ იზრდება არამედ ის უკვე იკლებს 9 სანტიმეტრს 1 სანტიმეტრს და ასე შემდეგ 3 სანტიმეტრს 40 წლის ზემოთ ეს არის რეკომენდირებული სხვადასხვა მოვიდა ქალბატონი რომელიც იყო 45 წლის და მან იცოდა ყველაფერი პალკოს შესახებ, კითხვები არ დაუსვა, პირდაპირ დაიწყო ვარჯიში. აი ზუსტად იმ მიზნით, რომ არ დაპატარავებოდი. ჩემი 24 წლის მოდელი იყო გოგონა, რომელმაც გადაიღო რენტგენი და უთხრა რენტგენოლოგმა, რეზერვიც კი უთხრა, რომ 2 წლის განმავლობაში არ დაეხურებოდა. რაღაც მიზეზების გამო შანსი ზრდის ჰორმონზე რო ზრდის არა, ზონები ნახა ეს რენტგენზე და უთხრა რეზერვი, კარგ რენტგენოლოგს შეუძლია. ფეხებსაც წელავთ? ფეხებს აი ეს ტრენაჟორი დოქტორ სპორტ ერთი ქვია ესეთი უცნაური სახელი ესე იგი ასწორებს ფეხებს გალიფესთვის არის ძალიან კარგი ბევრი ჩამონათვალი აქვს ეხლა რაც უცბად გამოსადება ფეხებს აგრძელებს აი ბალერინები მოსულან ბევრი აგრძელებს ფეხებს ვერდა ჩემო გავგიჟდი ხალი გელაპარაკები გოგო ხუჭა გიდა შეგზე ჩავატარებ ექსპერიმენტს მოდი ეხა ხუჭა დაუგზავნოთ ფეხები კარგი თერში რა თქმა ჩემს სიგბილი ისე მოგკლავთ და მე მომივარდეს რაიმე მე ჯერ მომივარდეს მე ძალიან სასიამოვნო პროცესია სასიამოვნო პროცესი იმის გორამ სასიამოვნო პროცესი კარგი რამდენი ჭირდება ვთქვათ რამდენიმე სანტიმეტრის მომატება თვითონ უწევია ანატოლი პალკოს რომ მინიმუმ 3 კურსი არის საჭირო და მე რაც მეტი მით უკეთეს მოკლედ სირაჯ ხაიძე თუ შეიძლება შემოვძანდეს სირაჯ ხაიძეს მივაგებო ხალი ჯადოქარი რომელიც აგრძელებს ფეხებს და ტანს გამარჯობა დიდი მადლობა მომბრძანებისთვის
მობძანდი. ტუში. სამჭიქიანი ტუში იყო ეს. წამოდი პიაპირა აგრეგატთან დავშდეთ დავდგეთ. ცირა ვის აირჩევ ხა შენ საექსპერიმენტო კურდღლად? მოდელი გოგონა. ჩვენ არა, გი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 გig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 
კიდევ ერთი სტუმარი ყავს არაჩვეულებრივი მოდელი, რომელიც არ ვიცი უკვე გაზრდილია თუ ეხლა აპირებს. გაიზარდა მოდელი. გამოდოდი კეთი ჯანაშია. ჰა? პროცესი. დანიკო, შენც ჩაიტარე, ეგ გაიზარდო სიმაღლე. ეგებ გავიზარდო ცოტა 1-2 სანტიმეტრი. გაწევი. კეთი, რამდენი წლის ხარ? 20 წლის. ანუ რეზერვი გაქვს, გადაიღე შენს რენტგენი ხელის რენტგენი გულის. გადავიღე და ღია მაქვს. და რამდენი მოგცეს 10 გარანტია? სანტიმეტრი უნდა მოვიმატო. რამდენი? რამდენ ხანში? ალბათ 1 წელში. ორ წელს. ეს მარტო პალტოს ხარჯზე არ მგონია, იმიტომ რომ ბუნებაც დაეხმარება, იმიტომ რომ თუ ღია აქვს ნანიკო, ხო იზრდება ადამიანი. ეს ზრდის ჰორმონებს აქტიურებს. აი ეს არის პირველი, რასაც ის აკეთებს. და ჯანმრთელობისთვისაც არის კარგი. ჯანმრთელობისთვის ყველადანი ტიპის ვარჯიში არის ძალიან კარგი. ყველანაირი გაწევები. ყველაზე კარგი რაც არის ანტიგრავიტაციული მაგი და ის ვერ წამოვიღეთ ძალიან ანტიგრავიტაციული აი, მაგი და მაგ დროს კი იზრდება. ანტიგრავიტაციული, ანუ ამ მაგიდაზე დაგაკრავენ, ისიც აწამებელი ხელსაწყოა და ასე აგაყირავებენ. და თქო და ხარ დამაგრებული ისე. სასიამოვნო იქნება ალბათ. ნახეთ, როგორ ადამიანის შუა საუკუნეებში არის. აქეთკენ ცხენები უნდა იდგეს ხო? ძალიან ის გაიქცა. დაჭამი ბოლში, ასე კისერში. არის ძალიან ბევრი ჩამონათვალი, ყველაზე ბევრი ამ ანტიგრავიტაციულ მაგიდეს. ორი ერთად არ შეიძლება მაგ ბოდიში. არა, აა თქვენ ხო გიკეთებთ ხაბადალოც არ გიხსენით რას აკეთებთ? ანუ ახლა იჭიმება მაქსიმუმამდე მივიყვანთ სანამ გავუწევთ. თან გააგრძელებთ ერთად მაყურებლისთვის რო გახდეს უფრო ნათელი. ჯერ თუ კი გადაწყვეტენ ისინი გაზდას უნდა წავიდნენ და გადაიღონ რენტგენი ხელის გულის. უნდა დაადგინოთ ღია გაქვთ თუ არა ჯერ კიდევ და გაქვთ თუ არა შანსი გაზრდის. გურჩევნია, იმიტომ რომ ღია პრეტენზია რა გვაქვს ნაკლები ზრდის ეგ. გორმონის დამაგრებელია, ხელები ფეხები დამაგრებელია. ეს ღია გამოყოფა არა. და მაქსიმუმ მეგობრებო 10 წუთი წევს. всё, დაჭემული ხარ? ერთი წუთი თუ შეიძლება მაყურებელს ვეთქვი, თქვენ თუ გადაწყვეტთ რომ უნდა გაიზარდოთ, ჯერ უნდა წახვიდეთ, გადაიღოთ რენტგენი და ნახოთ, გაქვთ თუ არა თქვენ ღია ზრდის არე. კიდევ ერთი ლოგიკური ნელ-ნელა უმატებთ. სხვა სასამედიცინო გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ადამიანმა, სანამ თქვენთან მოვა, გარდა აი ამ სპეციალური. არა, უკუჩვენება არ აქვს, ერთადერთი ანტიგრავიტაციულ მაგიდაზე, ვინც წება შიდა ხარისხმა უნდა ქონდეს. ერთადერთი ეს. ანუ უნდა კონდეს. არ უნდა მეტი. ცოტა ხანში. ესე იგი, გოგო არის დაჭიმული, იჭიმება. არა გოგო, გარდა შენ ლაპარაკ. ვიდი? ანგელოზი ვიტკეთილი ფის. აი რა არის დაბმული რო ხარ და ხუჭა გიმღერის ზეღა. მუსიკის ფონზე უფრო გაიზრდა. მეად შრობობს. სიმაღლეჩები. ეხლა რა მაინტერესებს გოგო მოდაცვა გტკი ვარა მე? არა, საერთოდ უმტკივნეულოა და უსაფრთხოა. აი ეს დაკაჩული არ არის, ნახე. არა, ნელ-ნელა მოუმატეთ. ნელ-ნელა ვუმატებთ. აბა გეხვეწებით ეხლა მაქსიმალურად მოუმატეთ რა მაინტერესებს აი, რა. სანამ არ გავიჯდება, განჯვადებაში ჯლისის ჩავარდება ფერის ჩვენი მოდელი. ია, არ გვინდა მკვლელობა შოუში. ეს გაუშავდა ბავშვ ხელი გასულ. არა. ვაიმე ხო, ნახე. ვიღაცა მოგწერა ფიზიკური სიმაღლის რა გითხრათ, მაგრამ სულიერად ვარ მაღალი. სულიერად მას ლაპარაკობ, არ ეგ არის დავაი. არა, ეს იცით რა მაინტერესებს, ხო? ეს მეთოდი ნამდვილად ნანიკო ეს არის, ამით შეგიძლია ხელფასის მალებს. ჰა? ხელფასის გაწევა შეიძლება. ხელფასი კი დავდოთ ფულები, ლარვები და გავწევოთ. ეს ხაბატონცია თქვენთან კითხვა მაქვს, კარგია რომ შენ გაიზრდები, რამდენი ხანი უნდა ეკიდოს ახლა აი ეს ასე. მაქსიმუმ 10 წუთი, თავიდან 5 წუთი, მერე უმატებთ დროს. ეს ხელის სისხლი არ ჩაექცეს. არაფერი არა. უსაფრთხოა. ეს თქვენ ესე ყოველდღე უნდა გადგიხართ. იყოს ესე გაჭიმული? დიახ. და რამდენი წუთის მანძილზე? მაქსიმუმ 10 წუთი. ხაბატონცია ოსტეოქონდროზის კარგია მოგწერა ძალიან პაციენტმა კარგია. ისეთ ეთყობა ვისაც აწუხებს. სისხლძარღვების შევიწროებაც აქვს, ძალიან კარგია. ანუ ბევრი რამის არ მარტო დიახ. სიმაღლის ზრდისთვის ახლა შენ იტარე პროფილაქტიკისთვის ძალიან ბევრი კარგ სამუშაოს. ერთი ის რომ ხერხემალის უწესრიგში გექნება ოსტეოქონდროზი არ დაგემართება, სისხლძარღვები გამართული იქნება სულ და ეგ ნიშნავს რომ არც ერთი ორგანო არ შეგაწუხებს, არც თავი, არც აზროვნება. აი ეს კარგია, სახლში ეგრო გექნება და სტუმარი რომ მოგივა და ხვიჩა სახლშია და არცალი ეხა იწელება და დაბუა. გაელოდეთ ამბავი. და აი ეს რა არის აი ეს მეორე. ეს არის ფეხების დასაჭიმი. გამიჭიმეთ ფეხები ერთ ტანდეგობასაც ხვეც. როგორ უნდა დავშტე? აი აქ უნდა დავბრძანდეთ. მეგობრებო, ვიწელო ფეხებს. ანიკოსაც წევა,
ნანიკოსაც შედეგი რეკლამის შემდეგ იქნება რამდენი სანტიმეტრით გამეწელება ფეხი, მეგობრებო. გამწელეთ ეხლა მე ძალიან მოგესმას. ერთუց მაყურებელს ვეთქვი, რომ ეს არ არის ზრდისთვის, ეს ალბათ კარგი იქნება. ვისაც უნდა რომ გაიწელო, შპაკაძე ჩაждდეს, ხო? კიდე რისთვის არის კარგი? ალბათ შიდა კუნთები ფეხის, რაც ქალების. გასამაგრებლად იმ კუნთების გასამაგრებლად. ავიწყვიტავ, კაი? აიწყვიტე. სხვადასხვა ინფორმაცია არის ინტერნეტში თუ მოგიკრავთ თვალი გული ან სხვა ორგანო სანამ დაერნება პერუში, ინდოეთში, ავღანეთში არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია ძალიან დიდი ადამიანის ჩონჩხი. ჩონჩხი ბევრი ის ლიკასთან გაიწელა, ლიკას. giant skeletons თუ აკრებთ YouTube-ში შეგიძლიათ ნახოთ. და აი ძალიან დიდი რაღაც 4-5 მეტრის სიმაღლის. ეს გოლიათი ჩონჩხი არის ნაპოვნი. ორი ვერსია არის მათი წარმომავლობის. პირველი ისეთი ვერსია, რამაც შეიძლება მართლა გადააბრუნოს ფელი მეცნიერება, ანუ ადრე თითქოს დედამიწა უფრო ნელა ტრიალებდა, გრავიტაცია იყო ნაკლები და მისწრაფება უფრო ცისკენ იყო, მაღლები იზრდებოდნენ და მეორე თითქოს პლანეტა ნიბიუ, რომელიც რა ვიცი, მიფრინავს თუ მოფრინავს თუ თითქოს, როდესაც 3000 წელიწადში ერთხელ ესწრეს დაარტყავს და დედამიწას უახლოვდება, სწორედ ნიბიუდან გადმოსხდებიან ესენი, მაშინ გადმოსხდნენ. ხო, ეს გიგანტური ისინი და გაგვამრავლებს. ლემურიელები უბრალოდ ჩვენ ვერ შევდექით. ხო, მაგრამ ის ვერსიაც არის, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, იყვნენ ძალიან მაღლები, მაშინ როდესაც ხელოდა უფრო ახლოს ვიყავით მზესთან, ეხლა დავშორდითო და შეიძლება ის ნიბიუ სწორედ მზესთან ახლოს რო ვიყავით შეძრებით. მეოთხე ვარიანტიც შეიძლება იყოს ლიკასთან და ლიკასთან გაიწელა. ხო, რა ვიცი. ლიკა. ნანიკო მე დამავიწყდა ფოტოები. ვაი მე. ეს არის მარი ზარანგეის ბავშვი რომ მიმღერე ბიჭო, მიმღერე დამიამე ცოტა. და ეს ჩემო ფოტოგრაფმა ნათია სიჭინავამ თაო ჩემო თუ რა? მეგობრებო, აი გაწელილის ფოტო მოიტანა. ჩემო პატარა გოგონა ჩემო პატარა იმედო ჩემო პატარა დაპირი თუ ამისთანა გაწოლილი არაფერ გამოწყობილა დედა ეი გავიხლა მასე დამულტროლეიბუსი მოტასებში დედა მოტასებში დედა შერო მოხდინობი საჩიერი და მე თქონი საჭმელი და გვაქოდა მე თქონი ბორში მაქოდა შერო მოხდი შეიშკიდრანო ადექი და შევასკიდე კარგი ლიკა ეხლა მოვიდა ანუკი არაშიძე შენთან გაიზარდა 10 სანტიმეტრითო 10 სანტიმეტრით არა, არ შეიძლება ეხა იმაზე საუბარი, ცნობილი სახეები ვინ დადიოდნენ ჩვენთან, ესე ხმამაღლა ვერ ვიტყვი, თუმცა ანუ კი არის ადამიანი და იყო ადამიანი, რომელიც ძალიან სრულნავდა თავის მომავალზე ყოველთვის. აჰა, კარგი. მაშინ კითხვა მაქვს, სად შეიძლება, აღმოჩნდა რომ მთელი საქართველო დაბალია და ყველას უნდა სანტიმეტრები მოიმატოს. სად უნდა მოგაკითხონ? ეს არის ნიკო ნიკოლაძის 7 ნომერი ფიტნეს კლუბი ელიტა, სადაც გვაქვს ეს ყველაფერი. და არა მარტო ეს. ანუ აი ეს მნიშვნელოვანი ხელსაწყოები, ხელსაწყოს ვარქმევა არის ჩვენ დარბაზში, რომელიც არის მძიმე, ერთ-ერთი ანტიგრავიტაციული მაგი და ანტიგრავიტაციული მაგი და სხვათა შორის სასარგებლო ძალიან კარგია სახის კანისთვისაც. რადგან აი როცა ადამიანი არის აყირებული სისხლით იკვებება, ხერხემალი ეს და აჩერებს ჭაღარას და მეხსიერებისთვის. მეხსიერება. არა, მე მორბი ვარ ესე. კარგი, მოდი. და ანტიგრავიტაციული მომწონს განსაკუთრებით. ლიკა, ერთი ძალიან ბევრი კითხვა არის, რამდენი კურსი მჭირდება? ეს ალბათ არის ინდივიდუალური, ვისი კურსი მჭირდება და ეს ამაზე პასუხი ლიკას აკნავდათ არ ექნება. ჯობია პირველ რიგში გადაიღოთ თუ კი სიმაღლეში ზრდა გნებავთ, ხელის მტენის რენტგენი 19 წლის ზემოთ 19 წლის ზემოთ და უნდა ნახოთ ღია გაქვთ თუ არა ჯერ კიდევ ზრდის ზონები. ხოლო ამის შემდეგ ექნება საშუალება რომ გექნება საშუალება რომ გაიზარდოთ. ეს ხოთაშორის გამახსენდა მშობლებმა მოიყვანეს ბავშვი რომელსაც ჰქონდა ჰიპოფიზის ფუნქცია დაქვეითებული, იყო ძალიან დაბალი. რასაკვირველია ჩვენ თავი დავისვეთ და არანაირი გარანტია არ მიგვიცია და მშობელმა მითხრა რომ მე მაინც ვატარებ, მე მივხვდი რა მომენტი ქონდა რომ არ უნდა რა ის შვილისთვის ყველაფერი გააკეთე. იარა ძალიან დიდხანს ხოთაშორის ამ ბავშვმა ქონდა შედეგი, ოღონდ არა ისეთი როგორც სხვებს. გაიზარდა თუ ფორმა მიეცა ბავშვს? სხვადასხვა ფორმის მიცემისთვისაც ძალიან კარგია ეს უწერია პირდაპირ ძალიან ეხლა ძალიან მიონი კონსტრუქციის ტანის აგებულებისთვის კარგია. სხვადასხვა მე შევამჩნიე ბავშვი ის ბიჭი იყო, ეს ბიჭი იყო. არა, ჰიპოფიზის პრობლემა როდესაც არის, იქ
მართლა სერიოზული გარღვევებია, როგორც მაგრამ იმის ხარჯზე ძალიან დიდხანს ატარეს. ეტყობა სწორედ მაგის ხარჯზე. მე თქვენ არ მიპასუხეთ, შეიძლება ვერ გაიგონეთ. ბოლოს ზღვარი რა არის? ეთქოთ 19 წლის მერე გადავიღოთ, მაგრამ 40 წლის ადამიანის ხარჯზე მე როგორც ვიცი, თვითონ ანატოლი პალკო ზრდის ადამიანს 30 წლის ზემოთ. და აი ამის თეორია, როცა აი რაც ვიცით, გაგვიგია ალბათ, რომ 7 წელიწადში ერთხელ ადამიანს ყველა უჯრედი ეცვლება და აი ეს თეორია აქვს და აი ანტიგრავიტაციულ კანონზე კიდე ბევრი რაღაც დამყარება. კარგი და ლიკა, თავად რატო არ გაიკეთე მაინც ამდენი კურსი, თუნდაც იმიტომ რომ მარილებმა შეგეთხოს. ეს იმიტომ რომ მე მაქვს ნანიკო და ჩემს ხურწინარი, ხო იცი როგორც ეგრეა, როცა არ გაქვს. კარგი, ია როგორ ხარ აიგძენი? ამაღლდი ერთი ორად. მიგძენი, ანუ ლაით დაჭიმულობა, შემდეგ უკვე ვთხოვე რომ მოემატებინე, იმიტომ რომ მე ჩემი სხეული მაინც სპორტული ვარ და ასე შემდეგ და უკვე ბოლოში უკვე მივხვდი რომ ცოტა საწამებელ იმაზე ვიწექი, რა ქვია. მტკივნეულია? კი, ცოტა მტკივნეული არის და ცოტა რაღაცა ისეთია, მაგრამ სასიამოვნო გრძნობა ჰქონდა ძალიან, როდესაც მოეშვა ეს ყველაფერი. და რა ვიგძენი, უბრალოდ რა იცი, თითქოს მალები დამეჭიმასავით, მაგრამ უფრო ხელებში ვიგძენი დაჭიმვები, ვიდრე ფეხის ზონაში. არ ვიცი. იცით, ია, ჩვენ არ გვაქვს გუბკები წამოღებული და ამიტომ ბოლომდე ვერ დაგჭიმათ სირა. ყოველ შემთხვევაში ჩემი ესე იგი ნალოლიავები ავტოზაგარი გამეჭიმა ნამდვილად კანი გამეჭიმა და ავტოზაგარი ამომიხტა. ძალიან აქტივი კონსტრუქციისაა, როგორც შევატყოდა. ეს მარტივია, თუმცა ეს ანტიგრავიტაციული მაგიდა არ არის მარტივი. 16 წელი მუშაობდა ანატოლი პალკო, რომ ის ვიბრირება ყოფილიყო ზუსტად ის, არც მეტი, არც ნაკლები. ამის დამზადება შეუძლიათ ალბათ, ხო? სახში ნუ ხდიდან არ გაგიშვა. მარტო ეხლა ამით, იმიტომ რომ იქ არის ჟურნალუქს ესე ვეძახით კონსტრუქცია, რომელზეც ძალიან ბევრი ვარჯიშია ჩასატარებელი, მარტო ეს ვერ გასდის. კარგი, ლიკა, მე თორე ის მეც მაქვს სახლში, აი ქეთი რაზეც. ლიკა არ ხდება? თქვენ რამდენიმე დანადგარ ჩამოთვალეთ და ყველაზე შეიძლება თითეული ადამიანის გაჭიმვა თუ ინდივიდუალური მიდგომა საჭირო ვიღაცა ჟურნალზე ვიღაცა ანტიგრავიტაციაზე და მანამდე ჩვენ არ გვითხოვს იოგას ასანებს. აი გუნა მეთქვა და იოგას ასანებია ხო დაახლოებით 20 ვარჯიში ხო ცირა თუ არ ვწდები ჯერ იმას ვაკეთებთ რომ გაიწელოს მოდუნდეს ან ორგანიზმი მზად რომ იყოს აი ეს დაემების. უკვე მერე მიდის ეს პროცედურები და არის ძალიან სასიამოვნო ესეც არ გვითხოვს მასაჟი 10 წუთიანი რომელიც ძალიან უყვარს ქეთი და ელოდება ხოლმე მასაჟი სპეციალური მასაჟი ზურგისთვის. ესე იგი თქვენ მინდა კითხოთ, თქვენ თქვით რომ ქეთი შენ უბრალოდ გინდა რომ 10 სანტიმეტრი მოიმატო 2 წელიწადში, ხო ესე თქვი? დიახ. და რამე მიზანი გაქვს ამ 10 სანტიმეტრის მომატების რისთვის გინდა სამოდელო კარიერის გაკეთება მინდა ამის გამო. და ეხლა რა მიწის ხარ? 20 წლის. 20-ის, ესე იგი შენ 22 წლის იქნები, შენ იქნები 10 სანტიმეტრით უფრო მაღალი? ყოველ შემთხვევაში უფრო მაღალი ვიქნები ვიდრე ახლა. შეიძლება მოყვეს ისე რომ 10 სანტიმეტრი არა, მაგრამ მხოლოდ 3-4 მოიმატო? ეხლა მოვიმატე ერთი კურსის შედეგად 1 სანტიმეტრი და 8 კურსი რამდენი ვარჯიშია? კურსი რამდენი ხანი ინდივიდუალურია? ორი კვირა კურსი. შეხო ისედაც მოიმატებდი ამ სიმაღლეს? არის მის. მანამდე ვერ ვიმატებდი. მანამდე ვერ იმატებდი. მანამდე რა შეჩერებული იყო. რომელი წლის ასაკში შეაჩერე ზრდა? სკოლის პერიოდში. სკოლის პერიოდში? 16 წლის რო იყავი? 15. ანუ 15 წლის რო იყავი, ამ სიმაღლე იყავი? ეს ბუნებრივი ეხლა 15 წლის ასაკისთვის საკმაოდ მაღალი იყავი, ესე გამოდის. და მე შეჩერდა ზდა. და ხა ისე ვაგრძელებს დას. აჰა, გასაგებია. მოკლედ ფაქტია რომ ადამიანის რესურსი თუ აქ და იმას ვერ იყენებს თვითონ ამ ვარჯიშების დახმარებით ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ, ხო? ზრდის ზონების გააქტიურებით. ძალიან მომხიბლა ზონები განსაკუთრებულად გამოსაყო ფეხები, წელი, რა ადგილი. იცით აქცენტს ვაკეთებთ ხოლმე, იყო რამდენიმე ბალერინა მოსული, რომელსაც უნდოდა რომ უფრო ფეხები ქონოდა გრძელი და ამ შემთხვევაში აი ამ ხელსაწყოზე ძალიან უფრო ინტენსიურად იჭრა ხო. საერთოდ მე ვთვლი რომ თავარი არის პროპორციები. ძალიან ბევრი მოდელიც მინახია, რომლებიც არიან მაღალი, ნუ მეტრა 81, 1 მეტრა 70, ტორსი აქვს გრძელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ფეხები გაქვს მოკლე და არაფერი არ მე მეგონა რომ თეორიულად გამორიცხულია ფეხის გაზრდა, რას მელაპარაკებით, როგორ ძვლას წელა აქვთ?
მართლა მაინტერესებს. ხო, ლიქა ძალიან სერიოზულად განხადებას აკეთებს ზვალის წელვა არ შეუძლია არავის, როგორც ვიცი, ქირურგიული ჩარევის გარეშე და რანაირად ზრდას. ძალიან კარგი იქნებოდა რომ თავად არ ვიცი, ხა თბილისში როცა ჩამოვა, შეგეხმიანები თვითონ ანატოლი პავტოვი. არა, ეხლა სკეპტიკული ვარ, მაგრამ ნანიკო ეს 7 წლის წინ გავაკეთე და 3 დარბაზი გამოუცვალთ. ამის გადატანა, უფრო ამის არა, ანუ რაც გვაქვს დარბაზი, ძალიან რთულია. შედეგი რო არ ყოფილიყო, მაშინ ჩემთვის არანაირი აზრი არ იქნებოდა. არა, მე მესმის რო აქ შედეგი რო თეორიულად ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ძვალი როგორ უნდა გავზარდოთ. ნუ კი ხერხემალი დისკი, მალაჰარი შეიძლება გაიწელოს, კი. არ მინდა რომ გამოგხოს. კი, მაგრამ ზვლის ზრდის ანუ ჰორმონს აქტივიზაცია უკეთდება და აი ამის და ამის ხარჯზე ძვალიც კი იზრდება. ქაბატონა ცირა. არ ვეთახმები. აი ეს ჩემთვის ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ შეიძლება ხა ვერ ვცნისე როგორც თვითონ იცი რა, ხო, ცირასთან მაინტერესებს. ყველა წამალს, ყველა ვარჯიშს აქვს უკუჩვენება. დავიჯერო აი ეს ის სამი აგრეგატია, რომელზეც არანაირი უკუჩვენება არ გააჩნია. უკუჩვენება აქვს, ვისაც აქვს შიდა ქალის წნევა და მესამე არის სკოლიოზი. ხან რაიმე ტრავმა. ტრავმული მეტი არაფერი. ანუ აქ ძალიან ბევრი კითხვა თიაქარი თუ მაგის ჩვენ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს, ალბათ იცით აი ალბათ ჯობია რომ საიტზე შევიდნენ სკოლა რუსტა ესე ქვია სკოლა რუსტა ალბათ შევიდნენ ჯობია და იქ ყველაფერი წერია. იცი რა მინდა კითხო? ერთი კითხვა მაქვს ზოგადად თუ არის სახიფათო ეს ვარჯიშები, ამაზე მინდა შეგეკითხო შენს და ცირასაც. სახიფათო ეს ვარჯიშები მხოლოდ თუ შიდა თავის ქალის პრობლემა. კაი. და მხოლოდ ანტიგრავიტაციული მაგიდა და ამიტომ უცბად არ ლიკა ყაზბეგს როგორც დიზაინერ შენ იყავი ერთხელ ჩვენთან და გვანახე ეს მაშინ მქონდა გატაცება ის ჟურნალისტების სწავლა. რაღაცა ფეშენ, რაღაცა ამბებში და 7 წელია ამ კაი საქმეს თუ აკეთებდი, რატო იყავი ჩუმად? ჩუმად არა, ბევრი დადისია. ჩუმად არა. არა, ჩვენ არა, აი ხა მოსახლეობა მაგალითად არ იცის. როგორ შევსიცი? დრო და დრო რეკლამები კეთდება, მაგრამ ერთი ფაქტორია, არავინ არ ამბობს, რომ აქ გაიზარდა. ახლა ის გაიზარდა მომეწონა. ორი ცნობილი ადამიანი მაინც მოდით. მალავე. დასაკურველი, მეც დავმალავდი, ძალიან ბუნებრივი. ხო, რატო ცხლის ოპერაციას ვიკეთებდა? არ მაგასაც მალავენ, არიცი? ყველაფერს ნაკლებად. საქართველოში ყველაფერს მალავენ. ძალიან არ ეთყობათ განმონებული თუჩები. რეკლამას გავაკეთებ. ხუჭა. მე თუ მოვედი. გამიზარდეთ ერთი 10 სანტიმეტრი. ესე კი მალავენ. რა თქმა უნდა, ხო, არა, ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ მე მესმის, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ხა მე რო ვიყო პატარა მოდელობა რომ მინდოდეს, დავმოლავდი, მით უმეტეს თაყვანისმცემლებთან. და თუ პატარა ხარ, რაზე უნდა გინოდეს მოდელობა და რაზე უნდა კონდეს პალკოს ესე რა ქვია, იმედების წინააღმდეგად უნდა ყველა წახვიდე. საფრთხე ახირება რა მოგივიდა. უნდა იმ ადამიანს და მოდელი გახდეს და წავიდა და პეცით სამოდელო სააგენტოები, სადაც უნდა პეცით მოდელები თქვა. პეცით მოდელი. ანუ ყველა მოდელები საერთოდ პატარა. შეხარ პეციტი მაგალითად. აი ფოტომოდელს ეგრეთ წაღვიშე ნამდვილად არის პეცი, მაგრამ არა არა დავმალავდე ხა არის არის არიმატება. ასე ბუნებრივად რაც გაგრესს იმას იყენებ. აი ის ძალიან ცნობილი გოგონა რომელიც გაიზარდა, მის სახელს და გვარს ძალიან ჭირდება რო თქვა, იმიტომ რომ აი კი არავის არ ვეტყვი, ჩვენ არავის აქედან არ გავაკეთებთ, არავის არ არის. ხო არის გოჩა. რატომ იცახი გოჩა? გოჩა მეთქი ხუჭა. ანზორი მაინც იცახი. ხუჭა და გოჩა. მე გოჩა ხალი ქონდა მე. და ეს ბიჭი მსახიობი ძალიან საყვარელი ადამიანი ბიჭი რომელიც აი ძალიან უცნაური რაღაც მოხდა პალკოს ხო უწერია რომ ერთი კურსიდან დაახლოებით 1 სანტიმეტრი ან ზოგი ცოტა ნაკლებ ზოგი ცოტა მეც ინდივიდუალური ყო ამ ბიჭმა მოიმატა 2 სანტიმეტრი იყო აი ისეთი რამ რაც თვითონ ანატოლი პალკოს არ უწერია ძალიან მოიმატა ეს 2 სანტიმეტრი ფეხებზე თუ ფეხების ხარზე თუ აი ხო საფრთხემლის ხარზე თუ თლიანად აი ესე არის ვარამობ მან ხო აი მას სახეს აგვარს რო არ ვამბობ გოგოს და არა სერიალში თამაშობს გოგოა ვარ ბიჭი სერიალში თამაშობს და ქართველია თეატრალური აქვს დამთავრებული ალბათ არა და ეხლა ხან სოს გაშორდა და ბარემ სახელო არის ქვინო და არ უნდა ძალიან მაინტერესებდა ძალიან მინდოდა რომ ამ ბიჭს ევლო დიდხანს იმიტომ რომ თუ ახლა ესეთი ტიპით დაიწყოთ ვიფიქრე აი სადამდე გავდა ანუ კურსიდან გამომიყენეთ სარეკლამო სახით არ დავამალავ სამწუხაროდ მოგეხსენებათ მსახიობები დიდი ფინანსებით არ გამოირჩევიან და ძვირია 195 ლარი კურსი ანუ ეს თანხა რაც იყო 7 წლის წინ ეს დავტოვეთ იმიტომ რომ ერთი კურსი ფაქტიურად შეგიძლია ჯანმრთელობა
შედის უკაცრავ. ხო, კურსი რა შედის? ესე იგი იოგას ასანები ვიტყვით ამით ვარჯიშს, აი რაც მეც გამიკეთებია იმას გეტყვით. ანტიგრავიტაციული მაგი და ეს არის ჟურავლი კი ძალიან ბევრი რამ კეთდება, ერთი ხელსაწყოა. აი ესენი და მასაჟი რაც ყველა. ერთ დღეში. ერთ დღეში. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. აი როდესაც წელი მწივა მაშინაც მივდივა. წავალ კი, მაგრამ თქვენი სარეკლამო სახე თუ გავა. ნუ თუ არ გაიზრდები ხუჭა გარანტიას გადავთ რომ არ დაბატარავდები. 195 ლარი. ახლა რომ მივალ და მეთქვიან 1.17 კურსი გიგინდა შეიძლება. ზაი ჩემთვის ნამდვილად ფუნება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა როგორ არ მეთქვია რა მაქვს ეს ყველაფერი და მაქვს გარანტია რომ წლებში არ დაბატარავდები რაც არ მეჭამე. როდარ დუმაძეს ქონდა, კარგი, მუშტის ხელა ბებია, ესეთი გამოთქვა, მუშტის ხელა ბებია. მოხუთ ასაკში რომ შევალ ყველა დავპატარავდები, მაგის გარანტია. არა, ლიკა თქვა მე არ დავპატარავდებიო. კაი, მოკლედ დავპატარავდები. ფაქტია რომ რამხელებიც ვართ ყველა ვირგებთ იმას და მოგწონთ რომ გავიგე თუ მომინდება გაზრდა აუცილებლად ვესტუმრები ნიკოლაძის ქუჩაზე და გავიზდები. იყავით ისედები როგორც ხარ თუ გაქვთ სურვილი აგებინიკა. მიმართეთ და აუცილებლად გაიზდები. პროპორციები აქვს, არავის არ უნდა გაზრდა, თუ არ უნდა მოდელობა და არის რაღაც კავად ბურთელი მოვიდა. ვისაც ჭირდება და ვისაც არ ჭირდება და კარგი პროპორციები აქვს, დაანებოს თავი. კარგი, ნუ ფაქტია რომ არ დაბატარავდებით ასაკთან ერთად.